რა უფრო რთულია 5 კილოგრამი ცხიმის დაწვა თუ 5 კილოგრამი კუნთის მომატება? დარწმუნებული ვარ, სწორად გამოიცნობდი, რადგან 5 კილოგრამი ცხიმის დაწვა ბევრად უფრო მარტივი რაღაცა არის, ვიდრე 5 კილოგრამი კუნთის მომატება. სპორტული მედიცინისა და ფიზიოლოგიის კვლევებზე დაყრდნობით, ამ ორ პროცესს შორის სხვაობა რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი არის დრო. ჯანსაღი ტემპით კვირაში 0.5-დან 1 კილოგრამამდე ცხიმის დაწვა შესაძლებელი. შესაბამისად, 5 კილოგრამი ცხიმის დაწვას 5-დან 10 კვირამდე პერიოდი სჭირდება. ნატურალური ათლეტისთვის კი კუნთური მასის ზრდის მაქსიმალური ტემპი თვეში დაახლოებით 0.5-დან 1 კილოგრამამდეა. შესაბამისად, 5 კილოგრამის სუფთა კუნთის მოსამატებად ხშირად 6-დან 12 თვემდე პერიოდი გჭირდება. ასევე უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ კუნთის შენება ენერგეტიკულად ძვირი პროცესია. სხეულს ამდენ სჭირდება არა მხოლოდ კალორიური პროფიციტი, არამედ ცილების სინთეზის რთული მექანიზმის გააქტიურებაც. სხეულს ევოლუციურად აქვს შემდეგი მექანიზმი, რომ ენერგიის დეფიციტის დროს დააშავოს მარაგი ცხიმი, რასაც კატაბოლიზმი ეწოდება. ეს კი მისთვის ჩვეულებრივი გადარჩენის რეჟიმია. ხოლო რაც შეეხება კუნთის ზრდას, ანუ ანაბოლიზმს, სხეულს არ სურს ზედმეტი კუნთის შენარჩუნება, რადგან კუნთი მოსონებულ მდგომარეობაშიც ბევრ ენერგიას მოითხოვს. ამიტომ ზრდისთვის საჭიროა მუდმივი პროგრესული დატვირთვა და ჰორმონალური მხარდაჭერაც. საუბარი მაქვს ტესტოსტერონსა და ზრდის ჰორმონზე. და ბოლოს საერთაშორისო ფიტნეს მეცნიერებაში არსებობს ტერმინი კლებადი უკუგება. ანუ უკვე რაც უფრო მეტი კუნთი გაქვთ, მით უფრო რთულდება ყოველი შემდეგი 100 გრამის მომატება. ცხიმის შემთხვევაში კი სწორი დეფიციტის პირობებში კლება უფრო პროგნოზირებადი და მარტივია. ხშირად ადამიანებს ძალიან ხშირად ერევათ წონის მომატება და კუნთის მომატება. ხოლო 5 კილოგრამი მასის მომატება, სადაც ნაწილი წყალია და ნაწილი ცხიმი, ადვილია, მაგრამ 5 კილოგრამის სუფთა ჩონჩხის კუნთოვანი ქსოვის შექმნა ფიზიოლოგიური გმირობაა. თუ გინდა რომ ერთდროულად ცხიმის დაწვა, კუნთოვანი მასას მოემატო და ჯანსაღი აზროვნებაც ჰქონდეს, მაშინ გამოეწერა ეს არხი და გაიგებ მეტ ჯანსაღ სიმართლეს.